საუკუნიდან იწყება, თუმცა მისი ფესვები ჯერ კიდევ ძველი ინდოეთიდან და ეგვიპტიდან მოდის. ეგვიპტელი ქირურგები დახელოვნებულები იყვნენ ისეთ ოპერაციებში, როგორიცაა კურდღლის ტუჩის კორექცია, ცხვირის ამპუტაცია და ზედმეტი თითის ამპუტაცია. ძალიან კარგად აკეთებდნენ ასეთ ოპერაციებს აგრეთვე არაბეთსა და სპარსეთში. ბრეინშტორმი წარმოგიდგენთ. პლასტიკური ქირურგიის ისტორია. ოპერაცია, რომელიც ჯოზეფ კაპიუმ გააკეთა, ზუსტი ასლი იყო 600 წლის წინ ინდოეთში გავრცელებული ოპერაციისა. ძველად ინდოეთში გავრცელებული იყო ომები ტომებს შორის. ერთი ტომის დატყვევებულ მტერს ცხვირს აჭრიდნენ, რათა მათი გარჩევა ბრბოსგან ადვილი ყოფილიყო. ამიტომაც აღმოსავლეთში ცხვირის აღდგენის ოპერაცია საკმაოდ პოპულარული იყო. შემონახულია იმ ინდოელი ექიმის სახელი, რომელმაც მსგავსი ოპერაცია დაწვრილებით აღწერა. ეს გახლდათ სუშატა სამჰიტა. მიუხედავად ამისა, პლასტიკური ქირურგიის მამამთავრად მაინც იტალიელი გასპარ პტალიაკოცი ითვლება. 1597 წელს მან გამოსცა ტრაქტატი დაზიანებული ცხვირის ხელიდან აღებული ქსოვილით აღდგენის შესახებ. მისმა ტრაქტატმა პოპულარობა ვერ მოიპოვა, ვინაიდან მაშინდელმა სპეციალისტებმა მიიჩნიეს, რომ მსგავსი ოპერაციის ჩატარება უკანონო და ბუნების საწინააღმდეგო ქმედება იქნებოდა. ამის შემდეგ პლასტიკური ქირურგია მე-19 საუკუნემდე მიძინებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამაგიეროდ მე-20 საუკუნიდან ისე გაიღვიძა, რომ დღემდე აქტიურ ფაზაში იმყოფება. დაიწყეს სხვადასხვა სტატიების გამოქვეყნება, რომელშიც დაწვრილებით აღწერდნენ სხვადასხვა სახის ოპერაციებს. პოპულარული გახდა და იმ პერიოდში დამკვიდრდა თვითონ ტერმინიც პლასტიკური ქირურგია. თუმცა ეს ფრაზა პირველად ბუნებისმეტყველმა დეზოლტმა გამოიყენა 1798 წელს. პლასტიკური ქირურგიის სწრაფად განვითარებას პირველმა მსოფლიო ომმა შეუწყო ხელი. ამ პერიოდში მოგეხსენებათ უამრავი დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი მიეწყდა საავადმყოფოებს. მაშინდელმა ქირურგებმა